გამარჯობა. რამდენი ხანია ვარ კეთილიდან არ მოგსალმები ვარ. ვაიმე რა სასიამოვნო თქარია. გეგმები შეიცვალა. მარტო ვარ წამოსული. მიზეზი არის ნინომ იმდენი ყურძენი შეჭამა გუში ხელი ზოგი გასარეცხი ზოგი გარეცხილი ზოგი დაბლა დაყრილი რომ შორე ამაზე ნერვები მეშლები ახლა კი არა რო დაიმართა ხოხობი ხოდა ჩაცმულ დახურული მოვაბრუნეს სკოლის გზიდან აი იოანე დაუტოვე ყარაულში მე ამის წოლანა ჩუგა როგორც ხარ დებილი მოკლედ ჩავიწერე რა წიგნები სჭირდება და რა ვიცი ახლა გადავალ და ბიბლიოსიდან მოყოლებული ყველგან შევარ ზუსტად არ ვიცი სად იყიდება წიგნები აქ როგორ კი ვიცი მაგრამ თვითონ ეს ამ პროგრამის სინი რა ამიტომ ყველგან დავათვალიეროთ ნახოთ თუდროულად მოვჩები წიგნების ყიდვას შოკმარინაშიც მინდა გავიდე ჯინსის უკები მინდა ხო ვერი ანგარიშის ნომერს დავდებ და ასეთი მანქანა ვიყიდეთ ნახეთ რა ზოყოლელია თან წითელი მომიხდება ხოდა ჯერ არ მცალია მაგისთვის ანგარიშის ნომერისთვის მე რა ისე ხა დავათვალიერებ წიგნებს სად შეიძლება რომ ვიყიდო რაც დამავიწყდა, არ დამავიწყდა, ანუ არ წამოვიღე. მაგრამ კაი იქნებოდა რომ წავმოვიღო. მაგრამ თან იმას ვამბობ რომ მაინც ხვალე წასასვლელი ვარ იმაზე უნდა წავიდე ბაზრობაზე. იმიტომ რომ იქ ეხლა რაც დავაფასებინე და რაღაცები, ანუ უნდა უთხრა 10 რვეული, ამდენი წესი არ მაქვს მე გათვლილი. ხოდა ბაზრობაზე წავალ. იქ ჩემი ხელი ვარჩევ ხოლმე და რაღაცა და იქ მერჩევია და მინუს წამლები უნდა ვიყიდო. ავედით ეხლა სანზე. ვარკეთილის მეტრო ისე გასაკეთებელია. არა, თანდათან აკეთებენ. იმედია გამოფაბული ვიქარი. საშინელებათა ჟანრის ფილმებში. ძალიან უცნაური რაღაცა მეკითხეთ. გასახდელში ვარ შემოსული. ჯერ პირველ რიგში წიგნები შემოვიტანე, არ დავკარგო მეთქი და ანუ ხან ბავშვი მყავდა წამოყვანი, ხან რა და 10 არასდროს არ მქონია თუ 15 წელი რაღაცა არ ამიღია უნდა გავისინჯო. არის იუკები ეს ზედა უბრალოდ ავიღე რომ იუკები გავისინჯო ხო და იცი რა მინდა გავისინჯო არის კიდე კომბინეზონი თუ რაღაცა მსგავსი და დავკარგე.
ნახეთ ხალხი. აი ეს თუ კარგად მექნება, ამას ავიღებ, ამას და მაგისთვის წამოვაპროციალე ეს, ანუ არ უნდა ვავიღო, უბრალოდ ჩავიწვა. ეხლა ქორწილის რაც შეეხება, ხუთში ხომ იყვეთ ქორწილში. არ ვიცი რატო თვალი მოვკარი შავ კაბას. ძალიან კარგი ნაჭერი. გავიარე, გამოვიარე და ნახე ეს არის ესეთი სტილის. ხო და მეთქი კიდე მე წამოსვლელი აღარ ვარ. იგივე ნაჭრის, როგორც რაღაცა სტილის კაბა მაქვს. მოკლედ, არის კიდე რამდენიმე კაბა, რომელიც თუ გავისიჭე და ნახოთ ამ 15-დან საერთოდ რამეს თუ დავიტოვებ. ჩქარი ტემპით გავაკეთოთ მოკლედ ყველაფერი. სათვალთ. აი მეთქებინა. ყველა იუკა ჩავაბარა გამოცდა მოკლედ 1 2 3-ვე ძალიან კარგად ამაქვს და ეხლა თავარი აი ესაა. როგორ მექნება და ნახოთ, მე გადავდივართ კაბებზე. დამცხახახნო თუ გასასინჯად მომქონდა. ხო შეიძლება ცოტა თხელი ამიხო. იქით ხარის გასახდელში ვიყავი და აი აქ ის იყო სიცივე გამოდიოდა ძალიან და მეთქი არ გავიფიჩხო აქ და გადმოვიდი აქეთ. მოკლედ გავისიჯო მაგას და ნახოთ როგორ მექნება. ეს ხო იცით როგორ იყოს. ცოტა მოკფერო ყოფილიყო, კაი იქნებოდა. ამის მსგავსი, მაგრამ კაი. ნახოთ. საყვარლობა. ძალიან მოწონს. ძალიან კარგად მოქვს. თან აქვს ჯიბელი. ნახოთ ეხლა ეს როგორ ექნება. ამას. მე გადავალ კაბებზე. ანუ ეს იმ კაბებისთვის ავიღე რამდენიმე ნაირი მოსაცმელი და ვნახოთ რა. ის უკები უეჭველი მიმაქვს. ესეც. ეხლა თავარი ეს როგორ იქნება. რა კარგია. ნუ ღია ფერი უნდა აიღო, ღია ეს. რა კარგია. ანუ ეს ხლა ღია რომ მეცაც მაგ კარგად იქნება. ეს მარტო ამაზე არა, აი ამ ჯინსის უკებზე ძალიან მაგარი იქნება, ძალიან მოწონს. აი ეს უფრო კარგი. როგორია? ეს რომ იყოს უფრო კარგია, მაგრამ არა უშავს. მოდი ახლა გავთიშავ და ნახოთ კიდე რეისამ იმას ვიზავრო, ცოტა დროზე ვქნა და საბოლოოდ გეტყვით რა გადავწყვეტე და რა არა. ესეც მოსაცმელია, ესეც ორი კაბაა კიდე აქ. ერთი წამი ხალხნებო. გაიწიქით ფისო. მოვერი. ცოტა ხნით. ეს დავკეტოთ. მაღლა უნდა ავიდე და აი რავი დავწვერა და დავიძინო ან რა ვიცი. ესე იგი. აუ ეს უფრო კარგია. მაგიდე ვინაგია. ეს უფრო კარგია. ასე. მოკლედ, მაგიდის ფეხები კი ჩანს, მაგრამ არა უშო. უბრალოდ ეხა გოგოაიღე. ერთი სკამი მაინც აიღე. ასე. ესე იგი მინდა ეხა განახოთ. რა ვიყიდე? დაახლოებით. ლაშა დაბრახუნობს მაღლა. პირველი ის რომ ის შავი კავა რომელიც გადავწყვიტე რომ ქორწილში მე ჩამეცვა. ვერ ვუპოვე პიჯაკი. და ზუსტად ვიცოდი რომ შავ კავას ანუ ესეთი კა რატომღაც არ ვიცი. ვერ ვიხდე. ხო და პიჯაკი ვერ ვუპოვე, ვიპოვე რაღაცა, მაგრამ ვერ მოვახდინე და მოკლედ ის კაბაც დავტოვე. მაგრამ რაც ვიყიდე იმას განახი.
რომელიც მართლა ძალიან მომეწონა. ეს გრძელი კაბა ნახეთ რა ლამაზია, ბოლომდე გრძელია და გვერდებზეა შეხსნილი. ეს ულამაზესი არის იყო მეცვა. ეს არის გრძელი მოსაცმელი ქამრით, რომელსაც იდეალურად აქვს ეს ამ ფერებზე გიჟდები არ ვიცი რატო აქვს ეს და ძალიან ლამაზია ტანზე მართლა უღოდ ესეც ძალიან კარგი ნაჭერი არის და ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი და ანუ 15-იან წერა და $7 გამიტანეს ეს ხალხნო ხვალ დავეცხო აი ძალიან მაგრად მომეწონა ეს ძალიან ეს არის ვილვეტის თხელი უკა, რომელსაც აქვს ძალიან თხელი ქამარი. ესეთი. და ესეც არის ტრეიჯივით, აი სულ ახალია ნახეთ და ტანზე ძალიან კაი, ამას გასასვლელად ვეხმარ. მოკლედ გარდირობს განვაახლებ ნელ-ნელა. აი უკვე რომ გარეთ მეცვა და რაღაცა მაგებს სახლში გადმოვანაცვლებ. ყველაზე ძალიან გოგოებო რა მომეწონა. აი ეს და ისე კარგად მაქვს. ჩემთან იყვნენ ეთული და მეგი, ჩემი რძალი და ბაბო. ხო და ძალიან მოეწონა მეგისაც რომ ვანახე, ეს ძალიან ლამაზია. ძალიან. სუსადა. ეს არის იუბკა, მესეთი სტილის იუბკები ძალიან მომწონს რა. ძალიან სწორი იუბკა სულ. ჩავიცი ძალიან კარგად მქონდა და მე რა ვთქვი რომ ვიყიდო მეთქი ჯინსი უკა გრძელი მინდოდა კიდე მაგრამ გრძელი უკები აღარ იყო ასე გავიდა ერთი კაბა ავიღე ჯინსის კაბა ავიღე და აი ძალიან ლამაზი იყო აი მუქი ლურჯი აი ნამდვილი ჯინსის ფერი იყო. მე ხო გეუბნებით მუქი ფერი არ მიყვარს, ისა ლურჯი არ მიყვარს მეთქი, მაგრამ სულ ლურჯისკი გამირბია თვალი. ხო და ეს იყო ავიღე მოკლედ ჩაი მინდოდა რომ კარგად მქონოდა და რო იყვე ესე შევიკარი. და აი ესე მიუტრიალდი და ჩემ თავს ვეუბნები მანანა რომ კარგად გაქვს და ზუსტად მაშინ დამაცებიდა და სულ გამეხსნა ყველა ღილი. კი არა და ის ნოკები. მე მეღვიძე ჩემიანი იყო ეგ. აუ პიჯაკზე მართლა ბევრი ვიწვალე რომ მეძებნა. იყო ერთი ძალიან მუქი ლურჯი. ისევ ლურჯი. მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ ვიყიდდი იმას არასოდეს არ ჩავიცნობდი. მაგრამ მაგიტო აი სათუ ორი არის არ ვიყიდე. ეხა ხვალე სავარაუდოდ მექნება იმის დრო რომ გარდირობი ნახო რა როგორ რა მაქვს რა არა მაქვს უნდა განვაახლო მართლა იმ ხრივ რომ რაღაცები არის რომელიც უბრალოდ მიკიდია და დღეს ხვალ არ ჩავიცმევან არა ხო და ამ განა არ მაცვია ხოლმე მაგრამ აი ოდესღაც და მირჩენია გარდირობში მეკიდოს 5 რაღაც და ვიცოდი რომ 5-ს ვიცმევ ვიდრე 15 და იქიდან მაინც 5-ს ვხარავდე და 10-ისე მეკიდოს გადავარჩევ ანუ ქორწილისთვის ნახავ მე ხო ბანკეტისთვის ვიყიდე რაღაცისთვის და ანუ თუ იქამდე ვერ წავედი რომ ვიყიდო ხვალ ბაზრობაზე მივდივარ ვეულები და ისინი ვიყიდო ხო და მაინც გამოვილი თუ არ დამეზარა და ვნახავ რა ფასებიან საერთოდ თუ არის რამე ისეთი სავარაუდოდ არაფერს არ ვიყიდი უბრალოდ ხო და ნახოთ რა შეიძლება აღც არაფერი არ ვიყიდო და რაც მაქვს იმით წავიდე თავარია მოუხდეს ერთმანეთს მოვახდინო და ლაზათიანად გეწვას არც ეგ პრობლემა არა მაქვს და არც ეგ გართულება რო არა მაქვს რომ მაგალითად ეს ერთხელ მეცვა და всё შანსი არ არის რომ მივალ მთელ ქორწილს ეცოდინება რომ მე ეს ერთხელ მეცვა არა ვარ აზრზე ხო კიდე რა უნდა მეთქვა ხო დღეს ხო შეიძლება დავეულები და ისინიც მეყიდა მაგრამ სადაც ეს წიგნები ვიყიდე ყველა ვიყიდე 150 ლარი გადავიხადე ხალხნო 4
5-7 წიგნში. 7, ხო, დაახლოებით, მეგონი 7 იყო. 1-2 ნაწილიანი იყო. ანუ დახლის აქეთ თუ იმის აქეთით გახადა, უნდა უთხრა 10 ეს როული მინდა, 10 ის როული მინდა, ეს ამდენი და ბაზრობაზე კიდე რომ შევდივარ ხოლმე, შეიძლება ესეთ რაღაც დავინახო, რომ ეს ზეპირად არ მახსოვდეს და ანუ ვიცი რა არის, მე თვითონ ვაგროვებ იქ. და ეგ მომენტი მომწონს. ხო და მე მგონი რომ ხვალ წავალი. თან წავალი, იმიტომ რომ ნინოს წამალი არ მიყიდია. რომელი აფთიაქში არ იყო გამოწერილი. ჯერ ვინერვიულა იმაზე რომ მეთქი პირადობა დაბადების მოწმობის პირადი ნომერი დამრჩა მეთქი და როგორ ავიღებ თქო. მაგრამ ვიპოვე პირადი ნომერი ნინოსი, მაგრამ არ იყო გამოწერილი, ვერ ნახეს და ნუ სახში ვიყავი უკვე რომ ეს ჯიმა მივიდა რომ გამოვწერეო ეხლაო. და ამიტომ მაინც უნდა წავიდე ხვალე. იმედია ბაზრობის საფთიაქებში იქნება ეგ წამალი. ხო. კიდე რაღაც უნდა მეთქვა. მოგეთ ხვალე დილით წავალ და მეგონი ნინოს წავიყოლებ. ახლა მურჩი გუშინდელი ჭურჭლის რამე რუმებს. მე რომ მოვედი, გზაში და მირეკა მეგიმ ჩემარძალმა რომ მე და ბაბოს ვამოსვლო გვინდაო და მოხვედიო და მეთქი მოვდივარ და ანუ ერთ მარშრუტკაში მოვყევით. მე რომ მოვდიოდი იმ მარშრუტკაში ამოვიდნენ ისინიც და ჩამოვედით ყავადავლიეთ, ვიჭუკჭუკეთ, ტარტოშკაში ვწვით. მე თულიმ და მეგიმ ხო და რომ გავაცილე, მე სანამ აქაური ჭურჭელი გუშინდელი სუფრისაც მქონდა, ეზო დავგავინა, გავი რაღაც და ქედააყე. ხო და მართლა დავიღალე, გუშინაც ხო დავიღალე, გუშინდელი დაღლაც მომყვება, ხვალე ბაზრობაზე ვწავალ, მე რომ მოვალ იმდენი თეთრეული რომ დავრეცხე დასაუთებელო. ხვალე მაგას მიყვები. მე იმას ვიზავ რა, ხო და კვირა დღეღა მექნება ის, რომ ცოტა დავისვენო იმ ხრივ, რომ აი დავისვენ. მაგრამ სავარაუდოდ ვერა, იმიტომ რომ ორშაბათ სამსახური, სკოლა, რაღაცა კვირაც კარგად ატვირთულია ხოლმე. ასე რომ ყოველ შემთხვევაში ხვალ დილამდე დაგემშვიდობებით რომ ყავაზე, ალბათ სავარაუდოდ. თუ არა და მე ნავაჭრი ვნახოთ, რა ვიყიდეთ ბაზრობაზე, როგორი რვეულები, რაღაცეები და ასე. ეხლა ივანეს უნდა და წინა დღეებში 100 ფურცლიანი რვეული და ვეღარ მივედი რა და 100 ფურცლიანი რვეული მახსოვს რომ იყო და ბარბარე მე ავიღეო და კაი ორა შემოთხე მოდიო ჩავიდეთო და მაღაზიაშიო, სკოლამდეო მაღაზია რო იბე შევიდა და იყიდეო და შევიდა ივანე და გამოდის ყდება სიცილით ქართულში და მათემატიკაში უნდა 100 ფურცლიანი რვეული და მარტო ეს ახქონდა თუ და მოვიდა ვარდისფერი ფლამინგო ეხატა. აი მე რამდენი ვიცინეთ რავე ახლა კაცი ფლამინგოთი მოვიდა და ბარბარე კაიო მე გაგიცვლიო, მე ხო ავიღეო სახლიდანო და კაი გაცვალეს იმან ფლამინგო მისცა და ბარბარე მიდან ამოიღო ბიჭს ვარდისფერი ჯემპრიატია თუ რაღაცა. ნუ ფლამინგოს ჯობდა ყოველ შემთხვევაში და თან ნინოს ისიც საიდელი მაგ პაპკა მაქვს საიდელი ხელოვნების რაღაცებში გუდებ ხოლმე და კლასში ტოვებ და ეგ მაქვს საიდელი. ვაიმე ღმერთო რამდენი წვრილი უნდა და ნახავ მე საფულეში და ფული გაპარულია, ფეხადგმულია. ეხლა მე დავრეცხავდი, მართლა ძალიან მომეწონა. აი რაც ვიყიდე, იცი როგორები, აი სახმარია. სკემრიელი. წავითი. დასვენება მჭირდება. მიჟუის ბეხები. ვაი მომავალ ვიდეოზე დაგებშობთ ეს არის გასახეხი. ვერავხირო ვერაფერი, ტყუილა ვიკედი. აბა ჰეი, კარგად ხარხნებო ხვალამდე. უი, სანამ დაგებშობებით, ძალიან ბევრმა ხათომაც მკითხა და მე ბევრმაც მკითხე და სითხეებიო რა იყიდეო გვანახევა, ეხა უცბად გამახსენდა ერთი წამით. გადიფისო გარეთ. ერთი წამით ხარხნებ, წამონახოთ სითხე რომლები ვიყიდე. თუმცა, აიცა, ამაზე კაი სითხე შეგიძლიათ იყიდოთ სუნის მხრივ, ამას ცოტა თითქოს აი იმის სუნი აქვს. რა ქვია კაცო?
აი თან სპირტის შემცველი ცუდი სუნი არა, კაი სუნი აქვს. მეცა ეს არის ატაკის და ესეც ბაგისაა იგივე. ასეთი. თან კაი სუნი აქვს. მაგრამ სამსახურში რო გვაქვს რაღაცა სხვა არის, იმასაც კაი სუნი აქვს. მინოს კლასი რო გავწმინდეთ, იმასაც სხვა სუნი ჰქონდა. არ ვიცი ოღონდ რომლები იყო ის. ძალიან მაგრა გაწმინდა. ხო და კი კომენტარებში დამიწერეს კიდე რომ ხუმრობ თუ მართლა უკეთებ კრახმალს და ლილასო და ანუ არ ხუმრობ, აი ეს ის ბოთლია რაც დამრჩა. ადრე უფრო კაი ლილა იყო ხოლმე, ეს უბრალოდ წყალში გარეულია და უფრო მეტი იხარჯება რა. თორე ადრე ძალიან მუქი მქონდა ხოლმე, რომ აი წვეთები უნდა გექნა. აი ეს დამრჩა, ალბათ ჩაის სტილოებზე მეყოფა მე. არ ხუმრობ, ხალხო მართლა მაქვს ის ძველებური თეთრეული ზითვებშიც წამოვიღე და აქაც დამხვდა და კიდე ლაშას მამიდამ მაჩუქა მერე და ნუ მიყვარს. არ ვწვალობ. მიყვარს მასში დაძინება და საერცხლის მანქანას ვახარშინებ, საერთოდ არ ვწვალობ და ყოველ მეორე ან მესამე გარეცხვისას ვუკეთებ კრახმალს და ლილას ყოფნის. ასე რომ სიამოვნებ თვითონ ის სუნი, ალაფრანის სუნი მიყვარს ძალიან და ის კაია რა. ნუ ახლა რომ დამეხევა და რაღაცა ნელა ხო ვაახლებ ხოლმე, ან ვახლებს ვიღებ, ძველებს ვყრი ხოლმე რაღაცა და რომ გავალ ბოლოში ალბათ მასეთ ხარისხს ვეღარც ვიყიდი და ნელა გადავალ მეც ჭრელა ჭრულებზე ან რაღაცა მსგავსებს. მაგრამ სანამ მაგ პატივისცემით მოვექცე. ეხლა წავედი, დაგემშვიდობ.